გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის პროგრამა საატყეო სკოლა 50-მდე ახალგაზრდამ დაასრულა. თეორიულ ნაწილთან ერთად ახალგაზრდებმა საველი პრაქტიკა გაიარეს, სადაც ტყის ინვენტარიზაციის ტექნიკურ პროცესებს გაეცნენ. შეისწავლეს ის მეთოდოლოგია, რომლის მეშვეობითაც ქვეყნის მასშტაბით ტყის ეროვნული აღრიცხვა ხორციელდება. კურსდამთავრებულ მოსწავლეებს სერტიფიკატები გადაეცათ. მათ მიიღეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ ინფორმაცია მთელი 2 თვის განმავლობაში, როგორიც არის ტყე, ტყის მნიშვნელობა, თუ როგორ იმართება დღეს ტყე, რა პოლიტიკა არის ამ მიმართულებით. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამ მოსწავლეების ცნობიერება არის ამაღლებული, ისინი იქნებიან ერთგვარად ამ ცოდნის გამავრცელებელები და ადვოკატირებას გაუწევენ ტყეს და ტყისთან დაკავშირებულ საკითხებს. ეს არის საუკეთესო საშუალება მიიღოთ ცოდნა სატყეო საკითხებზე, ასევე იმ ახალგაზრდებსაც სურთ, რომ თავიანთი სამომავლო პროფესია ამ დარგს დაუკავშიროს, ეს არის საუკეთესო საშუალება და აგრეთვე ეს პროექტი გაძლევს საშუალებას მიიღო ახალი ცოდნა, გავამავლინო შინ შესაძლებლობები და ჩაავყარო ახალი კავშირები. აქამდე მქონდა მონაწილეობა მიღებული გარემოს დაცვის ინფორმაციისა და განათლების ცენტრის სხვა პროექტებში და ჩემმა თანატოლებმა მირჩიეს, რომ მეცსა და სატყეო სკოლაც ყველაზე მეტად რომელი სესიაც და სემინარის მომეწონა იყო ენერგოეფექტურობაზე, იმიტომ რომ ვფიქრობ გარემოს დაცვის მიმართულებით მწვანე ენერგია ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თემაა.